ამ კვირაში ვაშინგტონის ანალიტიკურმა ცენტრმა, რომელსაც დიდი ხნის კავშირები აქვს ისლამურ რეჟიმთან, გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მათი თქმით $1 მილიარდ ისრაელის შეთქმულებას ამხელენ. მაგრამ ამ სეგმენტის ბოლოს ზუსტად ნახავთ, რატომ არის ეს რიცხვით ოილი. Კვლავ მოგესალმებით სიმართლის ღეთზე. მე ემილი შვედერი ვარ და ამ კვირაში ქუინსის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით მერვე ფრონტი, სადაც მათი თქმით აშშ-ში $1 მილიარდ ისრაელის გავლენის ოპერაციას ამხელენ. და მინდა გაგაცნოთ, რა წერია ამ დოკუმენტში, რადგან როცა ნახავთ მტკიცებულებებს ან მათი არარსებობას და გაიგებთ ვინ დგას ამ მცდელობის უკან, ყველაფერი ბევრად უფრო გასაგები გახდება. დავიწყებთ თავად რიცხვით. $1 მილიარდი ძალიან დამაჯერებლად ჟღერს, სანამ არ გადახედავთ შენიშვნებს, სადაც ანგარიში თავად აღიარებენ, რომ ამ თანხის კვალს ვერ პოულობენ და აღნიშნული რიცხვი მხოლოდ სავარაუდოდ მიიჩნევა სწორად. დიახ, ქუინსის ინსტიტუტმა შეერთა მომავალი ბიუჯეტების პროექტები, რომლებიც ჯერ კიდევ არ დახარჯულა მსოფლიოს მასშტაბით საჯარო დიპლომატიის პროგრამების ბიუჯეტებთან, რომლებიც ათეულობით ქვეყანას მოიცავს და მაქსიმალური კონტრაქტის ზღვრული თანხები, რომლებიც სრულად არასდროს გადახდილა. შემდეგ კი ეს ყველაფერი ერთ სენსაციურ რიცხვად შეკრეს პროპაგანდისტული ანგარიშის სათაურისთვის. ეს ყველაფერი მაშინ, როცა ნამდვილად იცოდნენ, რომ ეს წარმოუდგენლად არაზუსტი და არაეთიკური გზაა, რათა თითქოს და აკადემიური ანგარიში შეადგინო. მაგრამ გადავიდეთ ამ ანგარიშის შემდეგ საკითხზე. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი, ანუ FARA-ს დეკლარაციები. ახლა FARA არსებობს იმისთვის, რომ როცა უცხოური მთავრობა ქირაობს ამერიკულ კომპანიას სრულიად კანონიერ დიპლომატიურ ან ლობისტურ საქმიანობაში, ამერიკულ საზოგადოებას შეუძლია ეს ყველაფერი შავზე თეთრად ნახოს. ისრაელისა და ათეულობით სხვა დემოკრატიული მოკავშირის შემთხვევაში ეს გავს კულტურულ გაცვლით პროგრამებს, ანაზღაურებად რეკლამას, რელიგიურ საქმიანობას და სხვა კანონიერ საქმიანობას. ეს არ გულისხმობს პოლიტიკოსების მოსყიდვას ან მედიის ნარატივების კონტროლს და არც არალეგალური საქმიანობაა. FARA არის გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც ყველა კანონმორჩილი ქვეყანა იცავს. თუმცა ქუინსი იღებს ყველა ამ საჯარო წარდგენილ სრულად ლეგალურ სათანადოდ რეგისტრირებულ კონტრაქტს ისრაელის მიერ და წარმოაჩენს მათ როგორც მასშტაბური საიდუმლო გავლენის მექანიზმის მტკიცებულებას. როდესაც სინამდვილეში ის ფაქტი, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ისრაელის მთავრობას ეხება, საჯაროდ არის გამოცხადებული საპირისპიროს ამტკიცებს. ისინი ცვლიან ციფრებსაც კი, რათა ისე წარმოაჩინონ, თითქოს ამერიკელ გავლენიან პირებს უხდიან პოლიტიკური პოზიციების მხარდაჭერისთვის, მაშინ როცა ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ქუინსის ინსტიტუტის ლოგიკით, თუ ისრაელი რამეს არ დაარეგისტრირებს, ეს იქნება ბოროტი სიონისტების შეთქმულება, რომლებიც ცდილობენ ამერიკელი საზოგადოების აზრის მანიპულირებას. და თუ ისრაელი ზუსტად ისე დაარეგისტრირებს, როგორც კანონი მოითხოვს, რაღაცნაირად ესეც შეთქმულების მტკიცებულებად ითვლება. აი ესეთია ისრაელის მტრების ლოგიკა. ეხლა ეს ანგარიში თავის თავსაც კი ეწინააღმდეგება საკმაოდ საბაზისო საკითხში და ათეულობით გვერდს უთმობს ისრაელის საჯარო დიპლომატიის აღწერას, როგორც ძლიერ ძალას, რომელსაც ამერიკული აზრის ფორმირების ისტორია აქვს. შემდეგ კი იმავე ანგარიში იგი ციტირებს გამოკითხვებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ამერიკელების მხარდაჭერა ისრაელის მიმართ წლების განმავლობაში იკლებს ყველა ჯგუფში, რომელსაც ისინი იკვლევდნენ, მათ შორის ევანგელისტებსა და ახალგაზრდა რესპუბლიკელებში. კიდევ ერთ, ისრაელი და ებრაელები ყველანაირად ძლიერები და манипуляტორები არიან, მაგრამ ამავდროულად ისრაელი მარცხს განიცდის და არაკომპეტენტურია. როგორ შეიძლება ორივე იყოს მართალი? სინამდვილეში ქუინსის ინსტიტუტს არ სურს, რომ ამ კითხვაზე იფიქროთ. სინამდვილეში არ მიექციოთ ყურადღება იმას, რომ არ არსებობს 100 გვერდიანი დოსიე კატარის საგარეო გავლენაზე ამერიკაში, განსაკუთრებით მის არალეგალურ, არადეკლარირებულ გავლენის კამპანიებზე. არა. ქუინსის ინსტიტუტი დაარსა ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენელმა ტრიტა პარსიმ. დუმს იმაზე თუ როგორ იყენებს კატარი ალ-ჯაზირას მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე ყურებად სახელმწიფო დაფინანსებულ არხს მსოფლიოში ისლამისტური ტერორიზმის პოპულარიზაციისთვის. ისინი ასევე მოხერხებულად დუმან ირანში არსებული ისლამური რეჟიმის დივერსიულ კამპანიებზე, რომლებიც მოიცავს როგორც მედიას, ასევე სოციალურ მედიას სხვადასხვა ენაზე. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე აღმაშფოთებელი რამ, რასაც ეს ანგარიში აკეთებს, არის ის, რომ ამერიკულ ჯგუფებს, როგორიცაა AIPAC-ი, ნომინალურად დამოუკიდებლად მოიხსენიებს, რაც აშკარად მცდარია და კიდევ ერთი მინიშნებაა ამ ორმაგი ერთგულების სტერეოტიპებზე. ფაქტია, რომ AIPAC-ი სრულად ამერიკელი მოქალაქეების მიერ ფინანსდება და არ იღებს მითითებებს ისრაელის მთავრობისგან. ასე რომ რეალურად ქუინსი ამბობს, რომ ამერიკული მხარდაჭერა ისრაელის მიმართ ნამდვილი არ არის, რაც როგორც ავხსენით, ერთ-ერთი უძველესი ანტისემიტური სტერეოტიპია. და გასაკვირია ეს. ბოლო მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ ანგარიშის შესახებ უნდა იცოდეთ, ისაა, რომ ქუინსის ინსტიტუტი თანადაარსა ტრიტა პარსიმ, რომელმაც ასევე თანადაარსა ირანელ-ამერიკელთა ეროვნული საბჭო. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც ირანელი დისიდენტები წლების განმავლობაში ადანაშაულებენ ირანის რეჟიმის ლობისტობაში. გარდა ამისა, ქუინსის ინსტიტუტს წარსულშიც უთქვამს ტყუილი და სასოწარკვეთილად ცდილობდა გაეორცელებინა სიცრუე. თითქოს ისრაელის მხარდამჭერი ხმები $7,000 თანაზღაურდებიან ისრაელის პოპულარიზაციისთვის. ეს მათი მითია. ეს მათ გამოიგონეს. ისევე როგორც ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც ცდილობდა შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ისრაელთან გაერთიანებას. მათ აქვთ გრანდიოზული მცდარი კონსპირაციული
კონსპირაციული თეორიების ჩვევა, რომლებიც ყოველთვის რაღაცნაირად ისრაელს უკავშირდება. ყველაფერი ორგანიზაციიდან, რომელიც დაარსა ვინმემ, ვისაც თავად ისლამურ რეჟიმთან აქვს კავშირი. ეხლა შენ მითხარი, სინამდვილეში რას ფიქრობ, რა ხდება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით? და თუ საუბრობთ იმაზე, რას აკეთებს რეჟიმი სინამდვილეში, მოდი ვილაპარაკოთ იმაზე, რაც თავად თეირანმა აღიარა ამ კვირაში, რომ ისინი ბრიტანეთის ტერიტორიაზე აკეთებენ. ახალი ანგარიშების მიხედვით ისლამური რესპუბლიკა ახლახან გამოიჭირეს, როცა ეჭვმიტანილი ფარული ოპერატორები ინგლისის არხის გავლით ბრიტანეთში გაგზავნა. სინამდვილეში ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკვე დააკავა აგენტები, რომლებიც ისლამური რეჟიმის სადაზვერო სამსახურთან არიან დაკავშირებულნი და მცირე ნავებით ჩამოვიდნენ, რაშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყენებულმა დრონებმა და ხელოვნური ინტელექტის სათვალთვალო კოშკებმა დიდი როლი ითამაშა. ეხლა ეს ობიექტურად საშიშია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ისლამური რესპუბლიკა უკვე ხელს უწყობდა მიგრანტების გადასვლას, რომლებიც უკვე ცხოვრობდნენ, მაგალითად საფრანგეთში, იმ სამსახურის სანაცვლოდ, რომელსაც იგივე მიგრანტები ინგლისში მოხვედრის შემდეგ გაუწევენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თეირანი მხოლოდ საკუთარ აგენტებს არ ამოძრავებს, ის ყიდულობს მომავალ გავლენას ჩვეულებრივ ადამიანებზე, სანამ ისინი დიდ ბრიტანეთში ფეხს შედგამენ. ეს არის შეღწევა. ეხლა ამ შაბათ კვირას The Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავად რეჟიმის ოფიციალურმა პირებმა უთხრეს The Telegraph-ს. ზოგიერთი ამ ადამიანებით ვაჭრობის მარშრუტი ახლო აღმოსავლეთსა და ინგლისის არხს შორის პირდაპირ ეკუთვნის ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და კონკრეტულად კი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დანაყოფ 7-ას. ეს არის ქუცის ძალების ლოგისტიკური განყოფილება, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქუცის ძალები და ეს იგივე დანაყოფია, რომელიც დაკავშირებულია იარაღისა და დაფინანსების მიწოდებასთან ჰამასისთვის, ჰეზბოლასთვის და ჰუთებისთვის იემენში. ეს ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურა, რომელიც ტერორისტულ ჯგუფებს მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით იარაღით ამარაგებს, ზუსტად ივე ინფრასტრუქტურაა, რომელიც ახლა ადამიანებს ლონდონში გადაჰყავს და ეს სულაც არ ხდება მათი კეთილი გულის გამო. ირანის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა პირდაპირ განუცხადა Telegraph-ს, რომ თეირანს უკვე ჰყავს ადამიანები ლონდონში, რომლებიც ინსტრუქციებს ელოდებიან. მან ზოგადად დაიქვეხნა, რომ რეჟიმს არ სჭირდება რაკეტა იმისთვის, რომ ქალაქი სახიფათო გახადოს. მაგრამ დაფიქრდით, რა ხდება? რატომ და აღიაროს რეჟიმმა ეს ახლა? შეხედეთ, რა ხდება მსოფლიოში. სულ რამდენიმე დღით ადრე სანამ ეს ამბავი გახმაურდებოდა, ამერიკული B1 ბომბდამშენები აფრინდნენ RAF Fairport-დან და პირველად დაარტყეს ირანულ სამიზნეებს ახალი პრემიერ-მინისტრის ენდი ბანჰამის ხელმძღვანელობით. და რეჟიმმა უპასუხა იმით, რომ პირობა დადო, პირდაპირ დაარტყამდა იმ ბაზას. ეს აღიარეს ბრიტანელი საზოგადოების დასაშინებლად და ისინი არც კი ბლეფობენ. სამწუხაროდ ისლამური რესპუბლიკისთვის ისინი ფიქრობენ, რომ ეს მუქარები ნიშნავს დასავლეთი უკან დაიხევს, ან უნდა დაიხიოს. მაგრამ რეალურად რასაც რეჟიმი აჩვენებს არის ის, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან ევროპის და შეერთებული შტატების თითოეულ მოქალაქეს და რომ სხვა გზა არ არსებობს გარდა ირანში ისლამური რეჟიმის სრული დამარცხებისა. და ეს სრული დამარცხება ვერ მოხდება მხოლოდ თეირანში ან ლონდონში, რადგან რეჟიმი ჩუმად აშენებს მესამე ფრონტს. თუმცა ეს მესამე კი არაა რეალურად, არ ვიცი უკვე მე-6-ე, მე-7-ეა, არამედ კიდევ ერთი ფრონტის შექმნა ათასობით მილის დაშორებით, ისეთ ქვეყანაში, რომელზეც ამერიკელების უმეტესობა საერთოდ არ ფიქრობს. ახლახან მივიღე ახალი მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებს, როგორ გადააქცია ისლამურმა რესპუბლიკამ სუდანის სამოქალაქო ომი თავის ახალ პროქსი ოპერაციად და ეს მოახერხა იმ ურთიერთობის აღდგენით, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გენოციდურ რეჟიმთან ჰქონდა გასული საუკუნის ბოლოს. 1990-იან წლებში რეჟიმმა უკვე გაგზავნა დაახლოებით 2000 მრჩეველი, რათა ომარ ალ-ბაშირის ისლამისტურ მთავრობას წვრთნაში დახმარებოდა. სახალხო თავდაცვის ძალები, იგივე მილიციის სტრუქტურა, რომელიც მოგვიანებით ჯანჯავიდის საყრდენ გახდენი გახდა, ძალა, რომელიც დარფურში გენოციდისთვის იყო პასუხისმგებელი. ასე რომ, ისლამური რესპუბლიკის პირველი მნიშვნელოვანი პარტნიორობა სუდანში სწორედ იმ ადამიანებთან იყო, რომლებმაც მოგვიანებით აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მასობრივი სისასტიკე ჩაიდინეს. გადავინაცვლოთ 2023 წლის ოქტომბერში სულ რამდენიმე თვეში სუდანის სამოქალაქო ომის დაწყებიდან და რეჟიმმა კვლავ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობები ხარტუმში არმიასთან დაკავშირებულ ხელისუფლებასთან. ეხლა სულ რამდენიმე კვირაში სანქცირებული ირანული სატვირთო თვითმფრინავი, რომელსაც აშშ-ის ხაზინა უკვე ცნობდა როგორც ირანის რევოლუციური გვარდიის იარაღის გადამზიდავს სირიაში, რამდენჯერმე დაეშვა პორტ სუდანში. მომდევნო თვის იანვარში სატელიტურმა სურათებმა აჩვენა ირანული მოჰაჯერ 6 საბრძოლო დრონი ვადი საიდნას ავიაბაზის ასაფრენ ბილიკზე. ახლა Human Rights Watch-მა ასევე დაადასტურა, რომ სუდანის არმია ამ დრონებს იყენებდა და ახლომდებარე მცხოვრებლებმაც აღწერეს, როგორ გააუმჯობესა ამ დრონებმა მოულოდნელად არმიის შესაძლებლობა მტრის გადაადგილების და ის თვალყურის დევნებაში და საარტილერიო დართვნების კორექტირებაში. რეჟიმის ტექნოლოგიამ პირდაპირ მოახდინა გავლენა ბრძოლის ველზე ომში, რომელმაც უკვე 10,000-ობით ადამიანი იმსხვერპლა. შემდეგ გასული წლის სექტემბერში აშშ-ის ხაზინამ სანქციები დაუწესა მილიციას, სახელად ალ-ბარაკ ბინ მალიქის ბრიგადა, ჯგუფს, რომელიც პირდაპირ ბაშირის ძველი პარამილიტარული სტრუქტურიდან მოდის და დაადასტურა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი მას იარაღითაც ამარაგებდა და წვრთნებსაც უტარებდა. ეხლა ხაზინამ ასევე განაცხადა, რომ ამ ბრიგადას ახორციელებდა თვითნებურ დაკავებებს, წამებას და სიკვდილით დაასჯებს იმ ადამიანების, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ მეორე მხარის მხარდაჭერაში. ასე რომ ეს უბრალოდ დრონების გაყიდვა ან რამე მსგავსი არ არის. ეს რეალურად ნიშნავს, რომ რეჟიმი თავიდან აყალიბებს იდეოლოგიურ ისლამისტურ სიკვდილის
რაზმს იმავე სისხლის ხაზიდან, როგორც ისინი, ვინც დარფურში გენოციდი ჩაიდინეს. რომ ძრე შევკრათ ამ გადაცემაში, რამდენიმე კვირის წინ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ წაუყენეს ბრალი ASШ-ის ფედერალურმა პროკურორებმა ირანის მოქალაქეს $70 მილიონ. კიდევ მეტი, მოჰაჯერ 6 ტიპის დრონის, 55,000 ბომბის, ასაფეთქებელი და მილიონობით ვაზნის შუამავლობაში. ეს ყველაფერი სუდანის არმიისთვის იყო, ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და ირანის რევოლუციური გვარდიის გავლით. მაგრამ ყველაზე შემაძრწუნებელი ამ ყველაფერში ისაა, რაც Wall Street Journal-მა 2024 წლის მარტში გამოაქვეყნა. რეჟიმს სცადა სუდანის წითელი ზღვის სანაპიროზე მუდმივი საზღვაო ბაზის მოპოვება, რაც თეირანს მისცემდა შესაძლებლობას დაეთვალიერებინა ყველა გემი, რომელიც სუეცის არხისა და ისრაელისკენ მიემართებოდა. მაშინ სუდანმა უარი თქვა, მაგრამ დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. რეჟიმი მხოლოდ სუდანში სამოქალაქო ომის მოგებას არ ცდილობს. ის ცდილობს დააფიქსიროს თავისი გავლენა წითელი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, რათა სრულიად ახალი მიმართულებიდან შეძლოს ისრაელისა და დასავლეთის გემების შეჩერება. ეხლა ყველაფერი ასე ბნელად და უიმედოდ არ არის. გასულ თვეში სუდანელმა სამხედრო წყარომ განაცხადა, რომ არმია ირანული იარაღის დამატებით შეძენისგან თავს იკავებს, რათა ვაშინგტონთან და ასევე რიადთან ურთიერთობები გააუმჯობესოს. მაგრამ თუნდაც ეს სიმართლე იყოს, ეს არ აუქმებს იმას, რაც უკვე მოხდა, რაც სერიოზულ რისკს წარმოადგენს. რეალობა ისაა, რომ დრონები უკვე სუდანის არსენალშია, ოპერატორები უკვე გაძორთნილები არიან და ისლამისტი მილიცია აშკარად უკვე შეიარაღებულია. ეს იგივე სცენარია, რომელსაც რეჟიმი ლიბანსა და იემენში იყენებდა. იპოვე დანგრეული სახელმწიფო, შეაიარაღე ყველა, ვინც საკმარისად სასოწარკვეთილია იარაღის ასაღებად და შემდეგ იყიდე მუდმივი ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაშინაც კი როცა იარაღის ხმა დადუმდება. ეხლა გადავიდეთ ჩვენს რუბრიკაზე. კარგი, ცუდი და უშნო. სამწუხაროდ უნდა დავიწყოთ იმით, რაც ბევრად უფრო ახლოს იყო ჩვენთან, ვიდრე სუდანი ან ლონდონი, ნიუ-იორკი. ამ კვირის ცუდი ამბავი ეხება ნიუ-იორკის მერს ზორან მამდანის და მის რეაქციას, ან უпроსტორად მის ფარისევლობას, მას შემდეგ რაც მამაკაცმა, რომელიც ყვიროდა ალაჰ აკბარ, დანით დაჭრა ორი მამაკაცი სინაგოგასთან Upper West Side-ზე, მათგან ერთი იყო ებრაელი მამაკაცი, რომელიც ტიშა ბეავზე სალოცავად მიდიოდა. ეს თავდასხმა ცარიელ ადგილზე არ მომხდარა. ის მოხდა სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მამდანიმ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნეთანიაჰუს ომის დამნაშავედ მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ ქალაქში მისასალმებელი არ იყო. იმ დროს, როცა ნიუ-იორკელი ებრაელები ჯერ კიდევ ამ ვიდეოს ინელებდნენ, რომელიც სავსე იყო სისხლის სილის წამებებით, მამდანიმ თავდასხმის შემდეგ თავისი პირველი საათები გაატარა თავისი საცხოვრებელი გადასახადის გეგმის შესახებ პოსტებით, სანამ თითქოს და დაგმობდა იმ ქმედებებს, რომლებსაც წარსულში თავადვე აღვივებდა. რას ფიქრობდა მერი, როცა ამბობდა, რომ ინტიფადა გლობალიზდა? რას გულისხმობდა სინამდვილეში? ისრაელის გარეთ ყველაზე დიდი ებრაული საზოგადოება იმსახურებს მერს, რომელიც მათ უსაფრთხოებას საკუთარ გიჟურ კომუნისტურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე მეტად დააფასებს და არა როგორც მეორე ხარისხოვან საკითხს. მაგრამ მაშინ როცა მამდანი თავის ქალაქში მომხდარ დაჭრაზე დუმილს ამჯობინებდა, ქალაქის მეორე მხარეს კი ვიღაც სხვა აქტიურად იცავდა იმ რეჟიმს, რომელიც საერთოდაც ჩააგონებს ასეთ სიძულვილს. ამ კვირის უსიამოვნო ამბავი ეხება ცნობილ პროპაგანდისტს, პუტინის მხარდამჭერსა და ამერიკის მძულვალ მაქს ბლუმენთელს. ეხლა მაქსი ამ კვირაში ვაშინგტონში Busboys and Poets-ში გამოჩნდა, რათა ისლამური რესპუბლიკის პროპაგანდისტული მესიჯები გაევრცელებინებინა. მაშინ როცა ირანელი და ამერიკელი მომიტინგეები გარეთ იდგნენ და ხელში ბანერები ეჭირათ, რომლებზეც ეწერა, მხოლოდ 2 დღეში იანვარში ისლამურმა რესპუბლიკამ 40,000-ზე მეტი ადამიანი მოკლა. ეხლა ბლუმენტალი წლებია, რაც ანტიამერიკულ ავტორიტარულ რეჟიმებში მოგზაურობს, რაც ფაქტობრივად რეფაქტობრივად რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდისტულ ტურნეებს ნიშნავს. მათ შორის მისი ბოლო ვიზიტი ირანში, ისლამურ რეჟიმში, სადაც ხამენეის დაკრძალვაზე გლოვობდა. მან ასევე გამოუშვა პროპაგანდისტული ფილმი ებრაული ცხოვრების შესახებ ირანში, რომელიც ერთმა ირანელმა ებრაელმა სახელმწიფო დოდონეზე ნებადართულ პროპაგანდად შეაფასა. ეს ფილმი აგებულია დაუცველი უმცირესობის ხარჯზე, რომელსაც არ შეუძლია კამერასთან თავისუფლად საუბარი, თუ მთავრობის წარმომადგენლები არ დაამტკიცებენ თითოეულ სიტყვას. მაგრამ როგორც ჩანს, მაქს ეს არ აინტერესებს. რა აუთენტური ჟურნალისტია? ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ჟურნალისტს უწოდებს, მაშინ როცა თეირანში მიფრინავს იმისთვის, რომ გლოვობდეს დიქტატორს, რომელმაც 10,000-ობით საკუთარი მოქალაქე ქუჩაში მოკლა. შემდეგ ის ბრუნდება ამერიკულ სივრცეებში, სადაც იმავე რეჟიმის ნარატივს დასავლური აუდიტორიისთვის ათეთრებენ და თავს ესხმის ირანელ მომიტინგეებს, რომლებიც უკეთ იციან სიმართლე. მართლა? ოჯახი? ადამიანები, რომლებმაც ამ რეჟიმს ოჯახის წევრები დაკარგეს, მათ აპირებთ თავდასხმას. ამ ხალხმა ზუსტად იცის ვინ ხარ მაქს. და ახლა იმედია დანარჩენმა მსოფლიომაც იცის ეს. და ეხლა ორი საკმაოდ მძიმე ამბის შემდეგ მოდი დავასრულოთ იმით, რაც ამ კვირაში ცოტაოდენ იმედს მაძლევს. ამ კვირის კარგი ამბავი არის ლაურა ლუმერი, რომელიც უკრაინაში გაემგზავრა და გააკეთა ის, რასაც უმეტესობა განსაკუთრებით საჯარო სივრცეში ძალიან უჭირთ გაკეთება.
მან აღიარა, რომ შეცდა. ლუმერმა წლები გაატარა კრემლის ზოგიერთი ნარატივის გამეორებაში ზელენსკისა და უკრაინის ომის შესახებ. თუმცა ამ კვირაში ის რეალურად იდგა უკრაინაში, უყურებდა სამოქალაქო პირების მასობრივ სამარხს, რომლებიც რუსმა ძალებმა მოკლეს. და თავისი მილიონობით მიმდევრის წინაშე აღიარა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში რუსული პროპაგანდის ეკოკამერაში ცხოვრობდა. მან ასევე შეხვედრა უკრაინელ ოფიციალურ პირებს, რომლებიც სამხედრო ტყვეების გაცვლას კურირებენ და მათ აჩვენეს დაბრუნებული უკრაინელი ჯარისკაცების სამედიცინო დოკუმენტაცია. ზოგიერთ რუსული ძალების მიერ თავის შუბლზე ამოკვეთილი ჰქონდა სვასტიკა. მან ზელენსკისთანაც კი დაჯდა და მას ინტერვიუ ჩამოართვა. ლუმერმა კიდეც თქვა, რომ ის არ წაშლის თავის ძველ პოსტებს, რადგან სინამდვილეში უნდა, რომ ხალხმა ზუსტად ნახოს, რამდენად შორს იყო ჩათრეული. და ეს არის ის ნაწილი, რაც ამერიკელებმა ნამდვილად უნდა გაიგონ აქ. ეს იყო და სინამდვილეში ახლაც არის მიზანმიმართული უცხოური ქვემომთხრელი კამპანია. ის ზუსტად ისე მუშაობს, როგორც იყო დაგეგმილი და ადრე უკვე იმუშავა ლაურაზე, რომელიც ამერიკელი მემარჯვენეების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ხმა იყო და ისინი ამას დღესაც აგრძელებენ სხვადასხვა გზებით. ასე რომ დიდი პატივისცემა ლაურა ლუმერს იმისთვის, რომ აღიარა თავისი შეცდომა, რომ აიღო პასუხისმგებლობა და გადადგა კონკრეტული ნაბიჯები თავისი წინაქმედებების გამოსასწორებლად. და ეს იყო ჩვენი გადაცემა ამ კვირისთვის. მაგრამ სანამ წახვალთ, ამ კვირის ბოლოს გვექნება ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ ირანის შესახებ, ბატონ ბიჟან ქიანთან, თავისუფლების ხმების ინსტიტუტის პრეზიდენტთან. ის შემოგვიერთდება, რათა ისაუბროს იმაზე, რაც ახლა ხდება ირანში. არმიასა და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს შორის დაძაბულობაზე და ბევრ ისეთ საკითხზე, რაზეც დასავლურ მედიაში ხშირად არ საუბრობენ. ასე რომ აუცილებლად გამოიწერეთ JNS და იყავით ჩვენთან ერთად. მანამდე, გმადლობთ რომ უყურეთ Access of Truth JNS-ზე.